მოგესალმებით და გიბრუნდით ახალი ვიდეოთი. და დღეს უნდა ვუყუროთ დოროროს მეშვიდე სერიას. როგორ მოხდა პირველი სეზონი რო არ წამომცდა. დოროროს მეშვიდე სერიას. წინა სერია იყო ვაუ. რა თქმა უნდა, წინა სერია იყო მშვენიერი. საუკეთესო სერია მართლა. და ფინალი ჰქონდა საკმაოდ სევდიანი. საკმაოდ ძალიან სევდიანი, მინდა გითხრათ. ახლა მაინტერესებს რა მოხდება შემდეგან. ძალიან გამიკვირდა, მეორე მოკვდა კიდევ ერთხელ ვიტყვი, იმიტომ რომ არ ველოდებოდი ასეთი პერსონაჟის, მეგონა მნიშვნელოვანი პერსონაჟი იქნებოდა და ახლა ნახოთ, იქნებ გამოჩნდეს კიდე ამ სერიაში ველოდებოდი როგორმე ნიოს გამოჩენას, ან როგორმე თუ შემდგომ სერიებში გამოაშკარავდება რომ ცოცხალი დარჩა და იაკიმარო უნდა მოძებნოს, იმიტომ რომ ინტროში რაც გვაჩვენებენ, დაახლოებით ეგრე ჩანს. რომ ეგრე უნდა მოხდეს და ნახოთ. მე პირადად ძალიან მაინტერესებს და ასევე იაკიმაროს დაუბრუნდა ფეხი და დაუბრუნდა ისა ხმა. უნდა ნახოთ რა მოხდება, როგორ მოხდება. რას იზამენ დორორო და იაკიმარო და ამჯერად საწოლთ. სერიის სათაური არ მინახავს რატომღაც. ახლა ვერ ნახავ. რაიმე სამბავი იქნება ისე, იმიტომ რომ დოროროს ყველა სერია ამით იწყება. სათაური უბრალოდ. წინაზე იყო სიმღერის ამბავი, ორიკოს სიმღერის ამბავი. და ეს არის The Story of Jorokumo Silk Spider. კარგი, ოპობის ამბავი გვინდოდა. ნახოთ. როგორც ეს დემონი ოპობა გვეყოლება ამ სერიაში, ასე რომ მოდით. დავიწყოთ. დორორო, მეშვიდე სერია 3, 2, 1 დავიწყოთ. რა თქმა უნდა, ბაბა, რომელმაც არაჩვეულებრივი საქმე გააკეთა წინა სერიაში განსაკუთრებით. ჩვენი ბიჭები. უნდა ვიმედოვნოთ, რომ ცხოველი, რომელიც საქმიდან გამოვა, ასტრი არ აღმოჩნდება. ხაკიმარო, ხوارქშია. ცოტა შეუწყო რა. სულ ხო რაღაცაზე ნერვიულობს. შიმშილის გრძნობას დაუბრუნდებოდა წესით. ხო მართლა, შენ ხო ადრე არასოდეს იცინოდი. კარგი, როგორც გინდა, შეგიძლია ცხოვრების ბოლომდე არ გაიცინო. მე აღარასოდეს დავბრუნდები ჩემს სულთან. მინდა რომ სამუდამოდ ჩვენთან დავრჩე. მეც. წადით და ოთახი იქირავეთ. იმედია დათვები შეგჭამენ. აი თქვენ, მიიღეთ. ვაი. რა იყო ახლა? ეს ცოდუა. როგორც ჩანს დატყვევებული ხავს ვიღაც. კარგად ხარ? ის რა, ჭკუიდან შეიშალა? ხაკიმარო, საინტერესოა დემონი ოპობა. გამოდი. ჯანდაბა. გაიქცა. ხაკიმარო, შეხედე, სოფელი. როგორც ჩანს, აქ მომიწევს ჩემი ენერგიის შევსება. ტექსტ კონტექსტს აიგეთავს ფარამერი. სპეციალურად ანიმეტივ ეიჯისთვის. ხალია, ეგრეთ შედგა.
ახალგაზრდა გოგო. ეთყობა ობობად გადააქციეს. აუნახა ისე ვერ გაჭედო რა. ეს მომენტი მომწონს. ხაკი მაგდა მიო. და ისე ერთ სალიხილი არ ქონდა იმ მომენტში. ესეც ველი, ესეც დავაწყო სახელი, მაგრამ მიხდით ისე პატარა ჰიაკიმარუ. დორორო. ეს ტახომარუ. და ეს რა თქმა უნდა ცხენები ფინალში. დორორო. რასაც ყალი ვარ, ფეხზე ადგომას არ შემიძლია. როგორი უცნაური სოფელია. ფეხზე ადგომას არ შემიძლია. ჩვენ ცოლებიც კი დავაყნით, რომ სოფელი დავიცვათ. დაიცვათ? რისგან? სოფლის ირგვლივ მტაცებელი გამოჩნდა. მტაცებელი? დიახ, თითქმის ყოველ ღამით ვიღაც უჩინარდება. აი მაგიტომას ყველაფერს ვაგვირდებით. შემატყობინეთ რამე საეჭვოს თუ დაინახავთ. ეი, ძამიკო. გონი ეს ის მონსტრი იტაცებს მოსახლეობას. გონი ეს მათთვის დიდი პრობლემაა. ჩვენ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ. და მგონი ჯილდოც კარგი იქნება. კი? ჰიაკიმარუ ახას უსხვა რამეზე ფიქრობს. ეს იგი შევცდის, ობობა არ ყოფილა. ეს ჩვეულებრივი ტყვეა თუ არ ვიცი. ვერ გავიგე სიმართლე გითხრათ ვერაფერი ამ ობობის. ჰეი, კარგად ხარ? როდიში, შენი შეშინება არ მინდოდა. ავად ხარ? ცუდად გამოიყურები. ჩემთან ერთად წამოდი. რამეს მოგიმზადებ. სიარული შეგიძლია? კი, შემიძლია. კარგი, წავედით. წინაზე იმაზე თქოს ჭკუიდან შეიშალაოდა. ანუ ობობა როგორღაც ადამიანებზე ცხოვრება ქმედებს, ანუ მაგის თქმა მინდოდა. ესმინე, რა გქვია? მე იაჯირო ვარ. მე არ მაქვს სახელი. არა? ეგ როგორ? კარგი. მაშინ ოჰაგის დაგიძახებ. ოჰაგი? ჰაგის ყვავილებთან იწეკი. კარგი, ეგრე იყოს. კარგი, ოჰაგი. გონი მშიერი უნდა იყო. ჭამე. ეს რა არის? საშინლად გამოიყურება. ჭამე, მიდი. ნუ აშკარად არ არის ადამიანი. ოჰაგი. წინააღმდეგი თუ არ ხარ მომიყევი, საიდან ხარ? წინააღმდეგი ვარ. ოიშ. მაშინ იქ რატო იწეკი? თითქოს არჩევანი მქონდა. რომ შემიძლოს აქედან ახლავე წავიდოდი. ჭამას არ აპირებ? არა. მე უკვე ვჭამე შენ სანამ აქ მოხვიდოდი. ეს რა ხმაურია? ყურადღებას ნომიაქცევ. სამუშაოდ უნდა წავიდე. გვიან დაუბრუნდები. კაცია. თავისი საჭმელი მისცა. ფაქტობრივად. რა უცნაური ადამიანია. რამდენი და შენზე უცნა? ურიკი. ხელს მიგიდებ.
ალბობა. დოროა. ბრინჯის მიწები საერთოდ არ არის. ამ სოფელში ჩვენთვის საჭმელიც არ იქნება. რა ხდება? ეი, ამ დაფაზე რა წერია? იქ წერია, რომ მტაცებელს თუ დაიჭერთ, დაგაჯილდოვებენ. მაგრამ ფიქრობ ჩვენ ეს ვერ დაგვეხმარება. ხედავ, ხომ ვამბობდი? მაშინ ეს ჯილდო ჩვენი იქნება. რაო? შენ იცი ეს ვინ ჩაიდინო? შენც ხომ ჯილდო გაინტერესებს? შენს ადგილას თავს შორს დავიჭერდი. ამ ყველაფერში მონსტრის ხელი ურევია. მონსტრის? წნარად, მიჩერდებით, მუშაობა განაგრძეთ. საინტერესოა. ეს მონსტრი მხოლოდ ღამით ჩნდება. ისე დოროროში კარგად ახერხებენ, ანუ პატარ-პატარა ისტორიებიც მოყოლას თითო სერიებში. უნდაც ომზე, თუნდაც გონი მხოლოდ ეს შემიძლია ადამიანის საჭმლისგან. რა ქვია, მორიკოს სიმღერაზე, მაგას კი ორი სერია დასჭირდა, მაგრამ მაინც გვიან წამოვედი სამუშაოდან. კარგად ეტევიან დროში. არ დაწოლილ ხარ? მეძინა, მაგრამ ხმაურის გამო გამეღვიძა. ხო, ეს გოგო კიდევ ერთი ადამიანი მამაზია, მაგრამ თვალები აქვს რაღაცნაირი აგრესიული, ბოროტი. ესეთი რთული სამუშაო რატო გაქვთ? იმ ადგილს რო დაიღუპოთ? ეს სოფელი ქვის კარიერთან არის. ჩვენი ბატონი არ გვაძლევს უფლებას რომ შევჭერდეთ. ადამიანებს საერთოდ არ აქვს თავისუფლება. ცუდად გამოიყურები. უკვე ჭამე მაგრამ ტარაგანი. ტარაგანების ჭამა. ადამიანებს შეუძლიათ სიკვდილი და ხოჭოებს არა? ადამიანები, ხოჭოები, ყველა ერთნაირები ვართ. ასეთია ცხოვრება. ადამიანები და ხოჭოები. ესეთ ადამიანს როგორც შენ. იაო. ამ დროს ეს ადამიანიც არის და ხოჭოც. ნიშნულობა ან უბრალოდ ხოჭო ადამიანის ფორმაში. ეს დაგეხმარება. აუ, სახეზე რა სჭირს? შენ ისეთი არ ხარ, როგორც დანარჩენები. შესაძლოა ორივე მშიერები ვართ. ვაუ, ეს უფრო უკეთესი გამოვიდა, ვიდრე მეგონა. საერთოდ. დავიღალე. ჯერ მეგონი 10 წუთია გასული მარტო. კი, მაგრამ სად იმალება ეს და უკვე მოახერხეს ჩემი დაინტერესება. ძალიან დავიღალე. მოდი ცოტა დავისვენოთ. ნუ, დაინტერესება რა ყავს შენ ზოგადად დემონების თემით. თუ დემონია ეს, ანუ შეიძლება უბრალოდ მონსტრი იყოს. ეი, იქ რა მაგრამ კარგი იქნება, ვიდა რომ ეკება რომ დაიბრუნოს. რამე. ჯილდოც გაიზარდა. წინაღამეს, მაგრამ ჩვენ ვერაფერი შევამჩნიეთ. აუ. ეგებ შევწდი და ეს მონსტრი არ არის. ეი, ადამიანი რომელიც ხვებს იტაცებს, დაკავებული იქნება? ნერვიულობ, მას ვერასოდეს დაიჭერენ. აქაური მოსახლეობა ერთმანეთს არ უღალატებენ. როგორი ჯილდოც არ უნდა იყოს. აუ, ყველას მოშინდა. საერთოდ არაფერია რომ შევჭამოთ. გონი ის ოფოთლების ჭამა მომიწევს, რომ ღამემდე გავზრდო. აუ.
მაგალითად კიდევ ერთი ადამიანი დაიკარგა, მაგრამ ეს არ ყოფილა. შენ შეიძლება ეს არც არის თავი ობობა. დღეს ძალიან ადრე წახვედი. ძალიან ბნელოდა. კიდევ ერთი სამუშაო გაქვს? ხო, პატარა სამუშაო გათენებამდე. სინამდვილეში ეს ჩემი მთავარი სამუშაოა. ალბათ ძალიან რთულია. ოჰაგი, დარწმუნებული ვარ რაღაც გჭირს. მაგრამ ამ სოფელში ექიმები არ არის. მოგზაური საბუთების გარეშე სოფლიდან გასვლას არ შემიძლია. მაგრამ მე შევძლებ რომ აქედან გაგიყვანო. როგორც ჩანს ახალგაზრდა მსხვერპლს აქ ვერ ვიპოვი. ახალგაზრდა მსხვერპლს შეძლებოდა. მადლობის გადახდაც არ შემიძლია. უბრალოდ მინდა რომ იცოცხლო. ხო, მართალია. ისეთივე ვარ როგორც ტარაკანი. ხო. არ გითხრათ რომ მიხვდა. მეც არ მინდა სიკვდილი. დამეხმარე. რა თქმა უნდა, რაც შეიძლება მალე უნდა წავიდეთ. დღეს, გათენებამდე. მანამდე დაისვენე. ეს სერია უკვე მომწონს. ჩვენ მის ბოლნას ვერ შევძლებთ. დორორო და იაკიმარო ნაკლებ როლს ასრულებს ერთ რიგით ამ ჩვენი ბოლო შანსია. მაგრამ ძამიკო, რაც არის ჩვენ ბოლო მომწონს. ღამე იქნება. შეიძლება მშიერები ვართ, მაგრამ ჩვენ ამას შევძლებთ. სად მივდივართ? სოფლიდან გასასვლელად. ახლა იაკიმარო დაინახავს. ცოლებით განა. საიდუმლო გასასვლელად გიყოფება. ზუსტად გათენებამდე მივახცევთ. უნდა გამაგრდეთ. მონადირე არაფერს არ დაუშავებს, მაგრამ იაკიმარო მშიერი ბავშვისთვის აქ ყოფნა ძალიან რთულია. ბოდიში ხაკიმარო. გონი აქ საქმე აღარ გვაქვს. უნდა დაუნებდეთ. ოჰაგი, დასვენება გჭირდება? როგორ ფიქრობ, ვინ ვარ? შემეძლო შენსგან სასიცოცხლო ძალები გამომეწოვა. შენ ის ადამიანი ხარ, რომელიც გუშინ ვნახეთ. ბავშვები, რომლებსაც ჯილდო ჭირდებათ? ისევ თქვენ. მოხოდით რომ მომკლათ? პატარა ლაწირაკება. ეს ის ხმა, ტყიდან. ეს ის არის. ეს ქალი არის მონსტრი ობობა. ანუ ეს არის ობობა. რო ის იყო მტაცებელი. ჯობს მოშორდეთ, თორე თავიანთ ცოტა უცნაურად ჩვენს და იმიტომ დავიბენი. მოვკლავთ. მიდი, ხაკიმარო. ოჰაგი მონსტრია? ანუ ვერ მიხვდა. ჩვენ დაიცავს. ეს ქალი მონსტრია და მტაცებელი. მე ვარ მტაცებელი. მე ვეხმარებოდი ადამიანებს აქედან გაქცევაში. ეს ოჰაგი არ ყოფილა. მადარდებს თუ დამიჭერენ, მაგრამ გთხოვთ, ოჰაგი გაუშვით. ეს იყო ამის სამსახო. აი რატომ თქვეს? მონსტრს რატო იცავ? ესე იგი ეს შენი ხრიკებია? როგორც იქნა დაგიჭირე. აი რატომ თქვა? ჩვენ ვიპოვეთ ისინი. იმან რომ კიდევ ერთი ადამიანი დაიკარგა და ოჰაგი ხო ვერ მოიტაცებდა. ეს უბრალოდ ხაფანგი იყო, რომ ვინმეს ისინი ჩაეშვა. ეს ძალიან სიზასტიკეა. თქვენ ბიჭებო, ბოროტები ხართ. და რა? თუ ჩვენ უფრო მეტ მუშას დავკარგავთ და მუშაობა შენელდება, თავებს წაგვაცლიან. დაიჭირეთ. ოჰაგიც გვიცავს. იაკიმაროს არაფერი უქნია ოჰაგისთვის, ესე იგი გრძნობს, რომ ბოროტი არა. საშინელი გემოა. არა, დაივიწყეთ. ძამიკო. როგორც ჩანს, ჩემს გაშვებას არ აპირებთ. აქ რას დგახარ? შენი სამუშაო ჯერ არ დასრულებულა. საით? პირდაპირ. გასაგებია. ხაგიმარო, გაჩერდა. საინტერესოა მართლა. სადამდე მივად? ბოს, გახრება ეს წითელი აურა. ახლა რაღა? ოჰაგისი თუ ხაგიმარო მაინც მოკლავს. შეიძლება ეს სწორედ ის შემთხვევა იყოს, როცა დემონს დაინდობს. რა არის? ქიშინია? დაგვეწევიან თუ შუნდელდებით. ყველაფერი კარგადაა. მაშინ წავედით. მზად ხარ?
როგორც ვხედავ, უკვე უკეთხარ. მე უკვე აღარ გჭირდები. ისეთი ძლიერი არ ვარ, რომ მთები გადავიარო. კიდევ 5 ან 6 ადამიანის სასიცოცხლო ძალები მჭირდება. შენ მათ კლავ? ადამიანები მნიშვნელოვანი საკვებია. მე მათ არ ვკლავ. თუ ისინი ცოცხლები არიან, მათი სასიცოცხლო ძალები ივსება და შემდეგ ისევ მიმაქვს. მხოლოდ ეს არის საიდუმლო. გასაგებია, ამიერიდან მეც. დიახ, კარგი. ხაკიმარო, შენც კი არ შეგიძლია გაძრომა, მოგვიწევს რომ მოვუაროთ. წამოდი. ეს არის საიდუმლო გასასვლელი? ძალიან პატარაა, მაგრამ შიგნით იზრდება. წყლის ხმა გესმის? მას მიჰყევი და ძალიან მალე მეორე მხარეს აღმოჩნდება. შუქი არ გჭირდება. ესე ვერასოდეს გიპოვიან. ჩემი სამუშაო დასრულებულია. ახლა კი წადი. შენც მოდიხარ. აქ დარჩენა სახიფათოა, როცა უკვე იცი ან ვინ ხარ. კი, ეგ მართალია. დაფიქრდი, რას გიზამენ. ხო, ისინი გამომიყენებენ, რომ სხვები გააფრთხილონ. და შენ ეს გინდა? არა. მაშინ მოდი გავიქცეთ. მოსწრთან ყოფნა არ გინდა? ოჰაგი. კარგი. იმის სანაცვლოდ რომ სოფელში მოგვდე. ისე ვიწყობ, როგორც შენი საკვები. ვეღარასოდეს შევხვდები ისეთ უცნაურს, როგორც შენ. ისე ვიცხოვებ, როგორც შენი საკვები. ახლა კი წავედით. თავისუფლად რომ მიიღო. არა. ესე ხდება, როცა ჩვენს ბატონს ღალატობ. მიდით, ორივე მაგალითი. არა, მე მგონი ახლა ოჰაგი მოგკლავთ. კი? ბოლო წვეთამდე ამოუწურა თქვენ სასიცოცხლო ძალებს. და ჰაკიმარო მაინც თავის ეს გააკეთებს. ხაკიმარო. აქ ექიმები არ არის, ხო? მაშინ მე მიგიყვან მასთან. ნებას არ მოგცემ რომ მოკვდე. ესე იგი, ერთ-ერთი ჩვენთაგანი უნდა მოკვდეს. არა. არ მოკლა. ოჰაგი. შენ ხო არ კლავდი? და ახლაც არ იზამ, ხო? თავის ძალას აძლევს. თავის სასიცოცხლო ენერგიას. არა? ისინი წავიდნენ. მონსტრი, რომელსაც ადამიანი მოწონს. აქაურობა სურპრიზებითაა სავსე. კარგია რომ სმენა დაგიბრუნდა. თორემ ყველაფერი ცუდად დამთავრდებოდა. და ახლაც არ გინდა რომ რამე თქვა. კარგი, მაშინ შესავამაღლებ. ჯერ. ობობა. მან მე მიკბინა. ოდეში, ეს მე შეგაშინე. იღიმება. შენ ახლა ხომ? შენ რა დამცინე? მე შენი პირველი სიცილი გავიგონე. მაგრამ მე ესეთის გაგონება არ მინდოდა. ესეთის გაგონება. ისეთის არა, რომელიც ადამიანს დასცინის. მართალი ხარ ეგდა. მაგარი უცნაური სერია იყო, მინდა გითხრათ. დორორო, პირველი სეზონის მეშვიდე სერია, მაგრამ კარგი იყო.
მომეწონა. საინტერესო გზაზე წავედით ამას. ადამიანის და დემონის ურთიერთობების რა ქვია ყოველთვის როგორ უნდა მოვიწყდებოდეს სახენები, როგორც კი სერიას დავამთავრებ იმ წამსვე. გთი რამე არ მინახავს. ოჰაგის და იმ კაცის ურთიერთობა საინტერესო თემა იყო, თავიდან მეგონა რომ მიხვდა დემონი რომ იყო, მაგრამ მაინც დაეხმარა, მაგრამ თურმე არც მიხვდა რა. მაგრამ აი რომც მიხვდა, არც მაშინ უთქვამს უარი, დაინახა ამ ადამიანში რამე ისეთი როგორ თქვა, კეთილი, კარგი ადამიანის, ბოლოში რა მოხდა ვერ გავიგე, უცნაური იმ გაგებით იყო, რომ ვერ გავიგე ჯერ დასაწყისში რა ხდებოდა და მე ფინალში როგორ დამთავრდა. მოკვდა ის კაცი და ობობამ წაიყვანა თუ ობობამ გაწია თავი და საკუთარი სასიცოცხლო ენერგია მისცა. აი ეს იყო უცნაური ჩემთვის. თორე ისე კარგი სერია იყო, მართლა ძალიან მომეწონა ამათი ყურება, დემონის და ადამიანის როგორც ასეთი ურთიერთობების რა და პირველად მოხდა ასეთი რაღაც ნამდვილად. თუმცა როგორ მოხდა? კარგი იყო. რაც მაინტერესებდა თავიდან, არსებობენ თუ არა კეთილი დემონები, ან შეუძლიათ თუ არა აურა შეიცვალონ. აურა შეცვლაზე რა ვთქვა, არა ვარ დარწმუნებული შეიცვალა თუ არა, ცოტა ფერის შეცვლა კი დავინახეთ მაშინ, სასიცოცხლო ენერგია რომ ისცა, მაგრამ მაშინ მეგონა უფრო რომ ხდებოდა, მაგიტომ შეიცვალა თორემ რავი. ასე თუ ისე კი, კარგი სერია იყო, კი, ბევრი რამ გავიგეთ და კი. იაკიმა რომ როგორც ყოველთვის წარმოაჩინა თავი როგორც კარგმა მეომარმა რა ხო მეომარმა მებრძოლმა და იაკიმარუც კიდე შეეძლო მოეკლა ის დემონი, მაგრამ არ მოკლა. რის გამოც მინდა გითხრათ დიდ პატივისცემას კი იმსახურებს. და ნელ-ნელა უფრო და უფრო როგორც წინა სერიებში ვთქვი, ნელ-ნელა უფრო ემსგავსება ჩვეულებრივ ადამიანს. ასე რომ ხო, კარგი იყო, მომეწონა ძალიან. და ერთი სული მაქვს ნახოთ რა მოხდება შემდეგ სერიებში. შემდეგი სერიები დარწმუნებული ვარ ასევე კარგი იქნება. და ნახავთ. ასე რომ ხო, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, დატოვეთ კომენტარები და გააქტიურეთ ზარისხი ლайკი. მადლობას გიხდით ყველას მხარდაჭერისთვის. და გემშვიდობებით, გნახავთ შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.